შევტუტოთ. შეტუტოა შეპიწყინება? არა, შეტუტო არის აი დაჭრი რამეს. რამე აღლიში არ გაიგონა. კულინარი ხარ რა. ერთ რაღაცას გასწავლი. როცა ხშია პრინციპში ყველაფერს ხო გემრიელია. პირდაპირ გაუშვი კაცო. როგორ აყრიერ მალის? ესე ხო? ეგეთი ამი თავში აზად არ მოუსვა. ოღ რა გემრიელი გამოიქცა. ისე მაგარი ზუნი კი დადგა, აი. ხო, დიადი მომენტი. შეუკვეთავდი ესე. ჯერ გავსიჯვით. დღეს გვაქვს ძალიან სასიამოვნო ეპიზოდი, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო სტუმრები გვეწვივნენ YouTube არხის იარაღის განხილვის დამფუძნებლები, ასე ვთქვათ, ბატონი ზურა და ბატონი დავითი. დათო მინდა შენ გიჟღარო, შენ ხარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ ყავს ესეთი მამა და ბავშვობიდან მამასთან ერთად ამდენს რო იზიარებ, დამიჯერენ რომ დიდობაში ძალიან გამოგადგება და კბილ მოგონებებს აგურებს. ძალიან კაი რამეა მერწმუნეთ. სტუმრებო, დღეს გავაკეთებთ ძალიან მარტივს, მაგრამ გემრიელს ქათმის ხორცს შევწვავთ, თლიან ქათამს გაჩვენებთ მე როგორ მოვათავსებთ ამ სპეციალურ დანადგარზე, ასე ვთქვათ, მოწყობილობაზე, რომ დამდგარი შეიწვას და ასევე გვაქვს ბოსტნეულის მრავალსახეობა და ასევე გავაკეთოთ სალსა. ჩვენ გვაქვს თლიანი ქათამი, რომელსაც კარაქთან ერთად მე მიყვარს ესე თქვა გურულია შეტუტვა, შევტუტავთ კარაქთან ერთად. ასევე გვაქვს ბოსტნეული. და შეტუტოა შეპიწყინება? არა, შეტუტო არის აი შეზელვა. ასევე გვაქვს კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, მწვანილების ნაირსახეობა, ჭარხალი და გოგრა სეზონურად უკვე უწევს კიდევაც გოგრა და ამ ყველაფერს გრილზე შევწვავთ, ქათამს შევტუტავთ და ბოლოს ვისიამოვნებთ სალსას соус გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, მწვანილების მიქსი რაც აქვს, ტარხუნა გვაქვს, ქინძი, ოხრა, ხუში, მწვანე წიწაკა, ლიმონის ცედრას გამოვიყენებთ და წვენს, ცოტა ზეითუნის ზეთს, მჟავეკიც, დოუქს, ასე ვთქვათ და ქეშიუს ცხილსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რომ უფრო პიკანტური გემო გქონდეს. მოდი ამას ჩამოვაცო. რაღაცის გაკეთებას ამირებ. რთული არა, რთულად ითქმის. აი ამდენი რაღაცები. რთულად ითქმის, თორე მარტივი გასაკეთებელია. მაინტერესებს ქოხის აშენების ისტორია და ამბავი. ბატონო დავით, შენ თქვი, აი რა სიამოვნება მიიღე მაგით? რავი, დიდი ხანი ვაშენებდი და რავი, დიდი შრომა გავუწიეთ. დიდი ხანი რამდენი ხანი გრძელდება? მთელი ზაფხული. მართლა? ეს ვარია ქათამიცარი. ხო. მოდი ამას მოვათავსებ ახლა. ნე მაგარი სერიოზული. ეს არის ჩვენი ვებერის გრილი, ამერიკული გრილი არის. სხვათა შორის იყიდება ონლაინ მაღაზიაც აქვს და ისედაც ფილიალები აქვს. Grills.gi არის ესეთი საიტი და ფართო არჩევანი აქვს სხვათა შორის სათქვენოთაც კაი ამბები იქნება. ყოჩაღი რაღაცებსაც ესე თუნუქი არა კიდე. კი და კარგად ინარჩუნებს ნაკვერცხალს. ეს ახლა ჩამოვხუროთ. თან ნახეთ რა გავაკეთე, აქ ნაკვერცხალი გადავანაწილე ორ სხვადასხვა მხარეს. შუაში არაა ნაკვერცხალი და ცოტა შებოლვის არომატსაც მიიღებს. ეხლა ამას დავახურავ და აქ შეგვიძლია ჰაერი ჩაუკეთოთ. ტემპერატურასაც ჩვენებს. ტემპერატურასაც უჩვენებს. პროფესიონალი რაღაცაა რა ეს. კი, ძალიან სასარგებლო ამბავია. ეზოში კონდეს, ჭავით მოხდა. გახსნილი გვაქვს, ზემოთაც გახსნილია, ცოტას დაუკეტავ, რომ ტემპერატურა არ გაიცის. იარაღთან და დანერთა ხო ხარ კარგად? კი. დაჭრი რამეს? რავი. რას დაჭრი მითხარ? რავი. აუ, მოდი, შენ დაჭერი კარტოფილი. იცი რატო, თან რაღაც ხერხსაც, ასე ვთქვათ, გასწავ. ჩვენ არ გვინდა ბოლომდე ჩაჭრა. აი, ერთ მაგალითს გაჩვენებ. მაგალითს გაჩვენებ და შეგიძლია გააკეთე, ესე ხო არის? და სადამდეც ჩავა, იქამდე ჩაჭერი. მეთქი და მე ეს გადაიფურჩქნება კარგად და მარილს და სუნელებს რომ მოვაყრით, კარგად შეუვა შიგნით. ბატონო შენ დანა. რამე აღლიში არ გაიგონა. ნახე, ერთ რაღაცას გასწავლი, ნახე. თითი რომ უსაფრთხოდ გქონდეს ყოველთვის. ეხლა შეიძლება გაგიჭირდეს ახლა უცებ მაგის დამუღამება, მაგრამ აი ამ თითებზე უნდა ატარო დანა. და ეგ იმის საშიშროება აღარ არის, რომ თითზე ესე დაარდო. ამიტომ აი ესე ყოველთვის ამ თითზე აი მიყვები და ეს არ დაგჭეს ეს თითი და ეს გაკეთე, თორე ჩამოიჭრე, ბევრჯერ ჩამომიჭრე აი ეგრე. აუ, კიდე იცი რა მაინტერესებს თქვენ ძალიან. ეს ჯარისკვება რო გაქვთ, რო განიხილავთ. ერთხელ მე მომიწია რეზერვში რო ვიყავი, სასროლეთში წაგვიყვანეს და იქ მოგვივიდა პაკეტი. რო გითხრა რომ
ძალიან ბედნიერი ვიყავ. სადაური? არ ვიცი სხვათაშორის, რა მაშინ არ ვაპირდე. მონაცისფრო თუ სწორად მახსოვს, გეუნები 2007-8 წლებს. თურქული. ალბათ არ ვიცი. თურქული იქნებოდა. მაშინ თურქული შემოდი. რომელი ჯობია? აი როგორ იცი ნომრებით არის რა როჭა. აი მეხუთე ნომერშია რაღაცა. აი ეს გიყვარს რა. მიხვალ არჩევანის უფლება მაქვს? წესით აი ნორმალურ ჯარში ეგრეა რა. მიხვალ გეკუთვნის ერთი ცალი პაკეტი, მიხვალ რომელი ნომერიც გინდა აიღებ, მაგრამ ახლა აქ შეიძლება ორი ნომერი მოგიტანონ და მორჩა. აი ნომერში რა? აი 24-ში მაგალითად ხათამია. ხათმის ხორცია, რაღაცა არის, კამფეტის ხვანაერი დევს. ჩვენი მეგობარი არის ლურპაკი. უკვე ჩემი პირადი მეგობარი გახდა ლურპაკი, იმიტომ რომ დანიური ბრენდი არის. ყველა ეპიზოდში ლურპაკს ვიყენებ უკვე და ყველანაირად გამოვცადე მისი ავკარგიანობა.ავს ვერაფერს ვერ ვიტყვი. და ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ ცოტა შევალღოთ ეს ნიორთან, ცოტა ტარხუნას გაუკეთებ სუნელებს, რომ ქათამს წაუსვათ. შევტუტოთ. მაგარი სიტყვა. გურულების კერძია ხო იცი ეგეთი გურიაში შეტუტული ქათამი. ანუ გურუსუნელში ხო, გურუსუნელში შეტუტული ქათამი. რა იცი მაგარი სიტყვა. არა, გემრიელიც, გურულის სუნელი თუ გაგისინჯავთ, არის უგემრიელესი. ოღონდ სუნელი კი არ არის, პესტოს მაგვარი მასა არის. ასე ვთქვათ რა. თხილისგან, ქინძისგან კეთდება, ცოტა ძმარი და ინაყება ეს ყველაფერი და უგემრიელესი გამოდის. მან პროცესი როგორ გინდის? კარგად, ხო? შენ ამზადებ ხოლმე ტყეში რამეს? აუ, ძირთადად სახში. რატო ტყეში რატო არ ამზადებ? ტყეში კორიფეები ყავს, საჭმლის გამზადება. იმსახურებიან. რაღაცა. ამაგერად 100 კილი მომაგდა ჩაისვაგეთ. ეგეც კაი გამოცდილება 100 კილის ჩაის მომზადება. რა მეთოდით აკეთებ? რამის საიდუმლოება ხო არ აქვს? არა, რა. კუნელი და ტარხუნა და 100 კილი და გემრიელი გამოდის. თან ტყეში ყოველთვის კაია ცხელი ჩაი რა. და ვაშლის ჭიქით გემრიელია უფრო. ვაშლის ჭიქით? კი. ეგ რანაირი ჭიქა? ვაშლი უნდა ამოჭრა რა, შუა. უი. ცოცხალი ვაშლის ჭიქა? და რო დასრულებს შეგიძლია შეჭა. თავისი გემოსაც მიამატებს. რა კაი რამეა? კომშიც კაი იქნება. ესე იგი აქ გვაქვს კარაქი, სადღაც 200 გრამი, ერთი კბილი ნიორი და ერთი პატარა თავი ტარხუნა. ცოტა შელღვეს. აქ ჩავდებ შელღვეს და მერე გადაუსვათ. ხშია ეხა ძალიან? მე არა. არა. არც. არც ისე, თუ საშუალო. შენი მომზადებული კარტოფილი მინიმუმ შეგხვდება. სიამოვნებას იღებს ზოგადად მომზადებით თუ? კი, რა. წვადს რო ვაკეთებდი. ანუ წვადს წვავ? კი. წვადის შეწვა არა, წვად მარტივი ამბავ. ვიდეოც გვაგადაღებული. ხო არა? შევეჯიბრეთ. სანამ მეც ვნახავ მაგ ვიდეოს, მითხარი ვინ გაიმარჯვა თუ დავტოვოთ საიდუმლოდ. საიდუმლოდ. შენ შემოალაგე, აი ჭარხლები, სტაფილო და ხახვი ქათმის ირგვლივ. რა ისე გამოიყურება ნახატი რა? ფერები ხო, მნიშვნელოვანია. რამეა და შენი გაკეთებული კარტოფილები, ოღონდ ეგ კარტოფილები ჯერ ამოგვანგლოთ ეგენიც, ცოტა ზეითუნისეთი გაუკეთოთ ამას და ცოტა მარილი, ცოტა მოდი, მე აღარ დავსვი ძალიან. და დაღებილი ტიპაკა. რაღაც მეგონა რაღაც ეცადო ცალ-ცალკე თუ დაალაგდება. ბატონო და ეს კარტოფილი კიდე მოყვარს მაშინ ხო. რა? ნაკვარჩა და სიმინდი. მაგარი. ეს არომაც აიღებს ეხა ის. როცა ესეთი რაღაცა ხო? თუ საშუალება აქვს ახლა ესეც გაიგე. ეზოში მაგარია. არა, იგივე ჩვეულებრივად ნაკვარჩხალზე შეიძლება რაღაცის მოფიქრება და ეზოში ესეთი რამე უნდა ქონდეს. ჯვირი ისე 2500 ლარის ფარგლებში გვეს ეცგრი. დავით, გინდა შენ წაუსვა კარაქი ქათამს? დავაი. არ მოგერიდოს და შეგიძლია ბოსტნეულებსაც ზემოდან წაუსვი და ქვემო ჩამოეგვიჭი. ბოსტნეულებსაც გადაუსვა.
ოლინარი ხარ რა. ოლინა. გადაღებები თქვენ რო გექნებათ, დაიწყე შენც რაღაცეების მომზადება რა. გატესტე რა. ეს არის როზმარინი. ძალიან ძაფრი არომატია კი გეცოდინებათ, უსვენებათო. ჩვენ მაგას ოფიციალურად არ ახმარობთ რა. ხო რა. აი ესე შეგიძლია ესე ჩააწვა მაშინ და თავისი არომატიც გადაიტანოს. ატო არ ხმარობთ ისე როზმარინს? ია. დღეში არის შევებათო? არა, რაღაცა. გემოზე? არა ქართული გემო. ხო. მე რაღაცა გემი იმაჩი. ტიმიას უფრო აქვს ქართული გემო, მაგაში გეთანხმები, უფრო კონდარს რო წააგავს. გელობაში რასაც არაჭა, მე დიდობაშიც არ მოხდეს რა. ძალიან ბევრი დამოკიდებულია რას გაჭმევენ ბავშვობაში. ხო, პირის გემო რასაა მიჩვეული კი და. აი ტემპერატურა კი გაიჭირა. ეხა სანამ ქათამი და ბოსტნეული იქა, ჩვენ რო ვახსენეს სასას გავაკეთებთო, ეგ შეგვიძლია უცებ გავაკეთოთ, გამოვიყენებ აქ ქინძია, ოხრახუში და ისა, ტარხუნი. ანუ საწებელია რაღაცა? თხელი მასის საწებელია, თლაც საწებლად მსხვილად დაჭრილია და გვხვდება ეს დაჭრილი. გემოებს იმაში, ხო? გადავჭრი ეხა. შენ დაიმახსა. დროც გავიდა ბოსტნეულებიც ცოტა მომზადა და ამოვალაგი და სანამ ქათამი იწვებოდა სალსაც გავაკეთეთ და გეტყვით ამის ჩამონათვალს ინგრედიენტების რა გამოვიყენეთ. ესე იგი იყო აქ ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, რაც თავარია, ქეშიუს ესე თხილეული, ლაიმის ცედრა იყო, ასევე ლიორი, რა თქმა უნდა მარილი და დაღერღილი წიწაკა, დოგვი, დიჟონის დოგვი, ცოტა ძმარი და ზეითუნის ზეთი. ნუ აი ესეთი გაგას ინჯებ ეხავენ. აჰა, პირდაპირ ამ კოზით გასინჯე ბატონო ჩემო. ცოტა ძმარი იკრინება, იმიტომ რომ ჭირდება რომ პირდაპირ გაუშვი კაცო. აი, ეხა ეგ წარმოიდგინე ხორცთან რა იქნება რა. ცალკე ესე არ განსაჯო. კარაქი რო გავალღეთ, ეს არის ძალიან კარგი მე ზოგადად ცეცხლზე რომ სავარაუდოდ. ეგ უნდა მეთქვა თქვენ ძალიან გამოგადგებათ, რომ თუჯი რახან არის და ლოჯის ბრენდს ძალიან ხარისხიანი თუჯის სხვებები აქვს. ცეცხლზე ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ ტემპერატურას თანაბრად ანაწილებს და ინარჩუნებს კიდევაც. რატომ სკელი კედლები აქვს უფრო იმ მასშტაბა რა. აი და მე და ბატონმა დავითმა კი ამოვალაგეთ უკვე ბოსტნეული ნაწილი და ჭარხალი უკვე მზადა ბოლოსკენ დავტოვეთ რომ ჭარხალი ჯამი ჩატყბილული იქ. ჭარხალი მიჭამენ მარტო ბორში. დავით სკოლაშიც რა მაინტერესებს, ეხა ხო გცნობენ და ძალიან დარწმუნებული პოპულარული ადამიანი ხარ. როგორი არის მაგის შეგრძნება ამას აქში? მე არ ვიცი მაგას აქში როგორია. რავი, ანუ თავში არ უნდა აგივარდეს. კაია რა, ანუ კაია, მაგრამ ისიც კაია, რომ მაგას ფიქრობ, რომ თავში არ უნდა უვარდეს ადამიანს, ხო? მაგარი ვარ და რაღაცები რო დაიწყო, ვაფშე არავინ არ გიყურებს და არავინ არ დაგახსენებს. ძალიან კაი ბიჭი. თავდაბალი უნდა იყოს. ხო? კი. სალამ ქათამს მოხსნით იქიდან მე მიყვარს ხოლმე ცეცხლსა რო ვარ ყელს ვიგრილებ და ბატონ დავით არ თავაზობ კოფეი შეიცავს და ბატონი ზურა ღვინოს მიირთმევს და თუ მოგესურვებათ მე ვერა ღვინო და ყავა ვერა ერთად ეგენი რა კიტრის წინზე როძე და გებრიელია ძალიან გადავედით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე და დადგა ჟამკეშ მარტო
ადვილად ამოვიდა. ჩემი საყვარელი. რომელი ნაწილია შენი? თევი და ბალო. აჰა, მაგას მოგვიწევ. ამასობაში შემოუვლაბოთ ამ ხათამს ჩვენი ბოსნეული რაც მოვწვით, შევწვით. ცოტა ეგ უფრო ჩაიხარშა აი ის ხათამი. შიგან იქნება ზოლამდე გაკეთებული. კი, ანუ სველიც იქნება, მაგრამ ბოლომდე მომზადებული. ცოტა ზეითუნიზეთით გავახალისოთ ბოსნეული და მარილიც მოვაყაროთ. როგორ აყრიელ მარილს? ესე ხო? ჭარხალს დაუჭრით და გამოჩნდება აი დათოს ბორშის ბატონ დავის ბორშის სიქეთ ჭარხალი არ გაუსინჯოს და დარწმუნებული ვარ ეხა ძალიან შეგიყვარდა. ანუ კი არა მეც არ გამიდი. ეგეთი ამე თავში აზრად არ მომსვა. ჩაშაქრებული ჭარხალი ვიცი რომ მაგარი სასარგებლოა რა. ის ვიცი რა ქვია, ანუ კომში შემწორი კომში გემრიელია. ნახე როგორი ფერი მიიღო შიგნით. ბატონო დავით, ეს წვანილი მოაყარეაბა ერთი მაგიმას ბოსნეულს ბარემ. ამას ხო? კი, ზემოდან თამამად არ მოგერიდოს. ნახე რა კაი ფერებია. იცი როგორ მოაყარე, რო შეჩამო, რო შეხვეც, კაი. ოჰ, რა გემრიელი გამოიყურება. ის კი გამოიყურება, არ მიჭამს. როგორ დააყარე მიდი ნახა, გვანახია მა. ხოიცი როგორ უნდა დააყარო. კონტროლზე არ უნდა დაიყარო. ხოიცი მაგის ისა. ჯერ ამას უნდა მოხდეს და ამან გაშალოს მე. და აჰა შენ გადმოიტანე კარტოფილი. ხახვი ისე ჩაითუთქა. და ბუნებრივი შაქარი გამოყო, რომ ეს კანი მისი უცებ მოძრება და აჰა, ნახე. ხახვი მაგრამ შაქრილია ნახე. ამას მოვაძროთ. აი, ჭვადის ხახვი მოყავს ტკბილი როგორ. ისე მაგარი ზონი კი დადგა, აი. ო, აბა ვნახოთ. ცუდია რომ მაგის გადმოცემა არ ჯობია. აა, ჩემი გაკეთება. მაქსიმალურად სიტყვიერად აღვნიშნოთ რა გვესიამოვნება და ყველაფერი გადმოვა? კი, ნელ-ნელა გადმოყარე გოგრაც შემოულაბოთ. მაშ კი გავს. მე და შენ გავაკეთეთ ეს კერძი. რა? გოგრა? ეხლა დაფა გამოვიდა კათმი, ხო? კათმის დაფა ბოსტნეულის ასე. აი, ბლოგად ბოსტნეულიც მოგვიკროვდა. ესეთი რამე რესტორანში რო გაყიდო. გაიყიდება? გაიყიდება. შეუკვეთავდი ესე კი. ესე? ჯერ გავსინჯოთ. მე გავსაჯოთ, ხო ეგ არის. ყვალი მატყუ არა. არა ეს იქნება მაგარი გემრიელი, იმიტომ რომ მიჭა. ხახვი ბიჭო მოთუშული არის. მას ხახის გემო კი არა. ჩვენ გავსინჯეთ ეს რაღაცა ის. ნერვული საჭმელი რო იყო, რთული რაღაც, ბროწეული თუ რაღაც გავაკეთეთ, წითელი რო. ყალია? არ ვიცით რაღაც. ბროწეული? აი წითელი რაღაც რო იყო და შიგნით რო ქათამი შევით. და ძართული რაღაც. ანუ დიდი ფლობი ქონდა, შენ წითელი რაღაც ეს ხა, ბროწეული იყო. დავაბლენდებით. ვა, რა გააკეთე? წითელი მაყვარს. ის რიმით არა. შენ მაყვარი ის ვერ გაგიჩებია, ბროწეული რა ხან წითელია? გასტოვა ეგეთი უპასუხისმგებლო საუბარი. წითელი მაყვარში გავაკეთეთ, ეგ იყო. ისრიმი არ ქონდათ, ყურძნით არა? ყურძნის მივეციცით. თავის ყველა. სიმღერაც ხო დავწერეთ, მაგრამ სიმღერა დავწერეთ. რა სიმღერაა? წითელი მაყვალზე. წითელი მაყვალში საოცრება. ტექს ვაძლევ და ხელოვნური ინტელექტი ხის ვეძახი რა. რაც ეგ აღმოვაჩინეთ, იმის შედეგად შეგახდით მუსიკოსი. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეს იდეას გიტარაზე უყურებ. დავითი ძალიან დაინტერესებულია მუსიკით, ხო? ვივალდის უკრავ ყველა. მართლა? ესო პატარა იყო ამხელა. სულ ქონდა ვივალდი ჩართული და ამას ვთავდით მე მაგრამ მიყვარს და სულ იძინებდა ხოლმე და ჩვილი რო იყო, სულ ასმენებდი და ვისაც პატარები ყავთ ეგ მოასმენებს. რადა რომ გაიზდებიან მე ეს სმენით ვაწყობ, ანუ აკორდები შეიძლება ვიცოდეს. ზეპირაც.
ანუ ვილალდი ავაწყეს მე აკორდები ვერ მახე. სმენთავს. ეხა მივედით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, რამდენი ხანს ამას ველოდეთ, ხა? ხო. დადგენ ჯამი. ჭეშმარიტად. სანამ გაჭი. მინდა რომ ჩვენი არხიდან თქვენ არხს. რა მაგა. ჯიბი საათი გადმოცეთ. მაგარი. დაბრენდილი. აუ, ძალიან დიდი მადლობა. სულ კაი დროს უყურეთ. აი, წერია ძველ ქართულად არის. და ციფერბლატებიც როგორი ძველებურია. ხო, რატო? ბავშვობაში მქონდა ერთხელ რაღაცა მქონდა მუყამი ამის და მე აუ, ძალიან დიდი მადლობა. არა. აუ, ძალიან გამახარეთ. დავით, რომელი ნაჭერი მოგიჭრა ამ ბარკალი, ხო? ხო, დიადი მომენტი. ჩახარშული. ოჰო. გამოცვა შეიძლება. შიგნიდანაც რა კაი ფერზია და გარედანაც. დაგიჭრა ეს თუ მთლიან ბარკალს დაიჭრა. მოდი ამ соуსაც დავადებ მაგას. ჯობია соуსი გასწავს. დიდი აბა. კიდე ჭარხალიც გინდა. მოდი ჯერ ეგრე გასინჯე, მე ჭარხითაც გავსინჯოთ. როგორია? ცოტა მარილი ეკლდება, თუ დაგაკრა, იმიტომ მაგარი და კნაჭებში. ხო, ბატონს რანაჭინი მოუჭრა? ჩემს მნიშვნელობა არა. აჰა. მეორე ბარკალი. და ბარკალს გადანახსენით, რა კაი ფერზია. соус არ დავასხამ ეხა სალსისას. და მეორე კვეჩაზე ეგას. ეგ მაგრამ მაინტერესებს რა გამოვიდა რა, აი ეს. სალსა? соуსი ხო. გამაჩავში ხავ. და აი ამაზე დავდით. აბა. ძალიან ხობენ. სასიამოვნოც თუ? კი, არა. აია. ეს უკეთებს. აია დავით. ემაზე ვინც მიჩოვლები ხართ. სულ სხვა რამე დახვდებათ, მაგრამ გემრიელია. რა ქართული ძმრის გემოს იგრძნობთ. ამას ყოჭავ რა, აი ამ რაღაცას. გრილს ხო? ხო, მაინტერესებს. ჭარხალი. ჭარხალი მეცმე. ჭარხა მაიცნ მე შემეც. რა? გემრიელი ტკბილია. ტკბილია? ვერ უნდა იყოს. აი ხახვი მაინტერესებს. ახლა ეს ასარგებლო რაღაცა ძალიან. აუ ხახვი რა გემრიელია. მოგითხარი ხახვი მაგარი იქნება. მუსიმს ხახვის სიმწარით ხარ. მაგრამ კატამი ხო არის ძალიან იდეალურად ჩემთან. ღვინო ხო იყო, მოდი რა სადეზროს. უი. გავერთეთ ჭამაში. აუ ეგ ბარკალი გემრიელად უნდა ჩაკმოჩო, ხო იცი? პირდაპირ ჩააბრინე, ეგასავლე. მოდი, ჩვენ შეგონოს გავუმორჩო, შეგაცნობას გავუმორჩოს. ამ პატიოსანო გავუმორჩო და ღმერთმა ამაზე ნაკლები თუ არ მომწეს. გაიხარე, ერება სასიამოვნოა. ერთი გადამიიღო და რაღაცა, მაგრამ რა გულით გააკეთებ, რა მუღობით გააკეთებ, მაგას აქ ძალიან. გაიხარე. ძალიან მესიამოვნა თქვენი სტუმრობა. გაიხარე, გენას. შორიდან კი გიცქერთ, მაგრამ ადგილზე კიდე 100 მაგათ შემეცვალა დადებითისკენ კიდე უფრო წარმოდგენა და დავით არის ძალიან მაგარი და ყოჩარი. სულ მაგას სტუმრებს გისურვებთ. აი ეგრე. მადლობა. გაიხარე და კარგად იყავ. ჩვენ გამომწერებს, ვისაც არ ყავთ გამოწერილი იარაღის განხილვა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ყავთ გამოწერილი, მაგრამ ვაი და თუ არის ეგეთი კატეგორია ადამიანის დარჩენილი, გამოიწერეთ, ძალიან სასარგებლო და საინტერესო არხი არის და იმაზე რომ ჩვენი არხიც უნდა გამოიწეროთ, მაგაზე აღარ გეტყვით დღეს აღარაფერს. ეს რომ ხატი ოქროთად ისეს. ისეს. აი ეგრე. გაიხარეთ, აბა. დროებით. კარგად იყავ. ნახვამდის.